ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ჯაჯომ დღეს არაერთხელ ახსენა თავისი ჩაცმულობა და აი მაინც მიაღწია თავისას. ორივემ გამოვიცვალეთ. თუ რატომ? ამას გავიგებთ ახლა დალი ჩიტალაძისგან, რომელიც გველოდება. ჯაჯოს გამო არ გამოვიცვლია. ეს მხოლოდ დალის გამო და დალის ვეცი პატივი, რომელიც ძალიან მიყვარს. შენც ხო? აბა. მე ვერ შემოგიერთი. თვითონ დალი ნახე. სალომ მე ვერ შემოგიერთი თელი გულით მინდოდა, მაგრამ დალი როგორც იქნა. სპორტულებში ვნახეთ და ნახეთ როგორ ჩაგაცვეთ. თქვენც დღეს გვაქვს ლულულემონის დღე. ეცე ის უნდა ნავნეში გვაქვს სპორტული განახლება, ბატონო, სპორტული სამოსის და რა თქმა უნდა ამაზე სპეციალურად რო არ დამეპატიჟა ესეთი ლამაზი სტუმარი. ყოფილი სპორტსმენი, ტელეწამყვანი. მეოთხე კატეგორიის საერთაშორისო საჯი. ქეთი ხატიაშვილი სტუდიაში. ქეთი მოგესალმებით. ქეთის მთლიანად ლულულემონი. გამარჯობა. სამოშია გამარჯობა. როგორ გიხდება? მე ისეთი კომფორტულია, ორი გრამია ყველაფერი ერთად. ლულულემონი რატო დაერქვა, ხო იცი? ეს არის საქართველოდან წასული ლელას, რომელსაც უყვარდა ლიმონი. ჩემთვის ქეთი ისეთი ლამაზია, რაც არ უნდა ჩააცვა, მაინც ლამაზია. არ შემეძლო ეს კომპლიმენტი რომ. მადლობა დიდი, მაგრამ სპორტულები ჩემი ყველაზე შესისხლო ხორცებული ტანსაცმელია. კი. დალისთვის არა. ხო, მაგრამ ვუთხარით, რომ სულ ასე უნდა იაროთ სპორტულებში, იმიტომ რომ ისე კარგად გამოიყურება. სპორტული საერთოდ ტიპი ვარ, მიყვარს სპორტი და ფიზიკური აქტივობა. იმიტომ რომ ჩემთვის სპორტით დაკავება ეს არის აუცილებელი პირობა ჩემი დღის რაციონში. რომ ვერ ვასწრებდე, ხო? მაგალითად წასვლა სპეციალურად, აი მიყვარს ჰაერზე, კუსტბაზე მიყვარს ესეთი წრეების დარტყმა და სიარული და ესეთი ვარჯიშები მიყოლებული და ცურვა. თუ ვერ ასწრებ რაშვები? თუ ვარზე სახში. ვაკეთებ სპეციალური ვარჯიშების ისამა 10-15 წუთი მაინც რომ გავიღვიძებ, აი ეს რომ გქონდეს რომ ლიმფა დაიწყოს მოძრაობა და რაღაცას გაკეთდეს და რასაც კი გამოვფხიზლდე რასაც. ისე მაყურებელი შეამჩნევა დილას ვისაუბრეთ სახის ლიმფოდრენაჟზე, სახის ვარჯიშებზე, ახლა სხეულზე ვისაუბრეთ, ხო? ქეთი ტყუილ არ ვართ, ლულულემონებში გამოწყობილები. სპეციალურად ჯაჯო რა ლამაზი ხარ. ჯაჯოს ლულუა. სპეციალურად ლულუ. შეიძლება ფუდი. ბაბუ რაღაცა. კარგად ხო, მაგრამ ანუ შეიძლება ბევრმა არ იცის და ეს ზედა ლულულემონი აცმევდა კანადის ზამთრის ოლიმპიურ ნაკრებს და რომ ეკიდა სამოსი მივედი და ჩავიხედე და აი ეს არის კანადის ოლიმპიური ნაკრების სამოსი, ოღონდ არა სავარჯიშო, აი ოლიმპიურ სოფელში რომ დადიან. ეს არის საკოლექციო. ჯაჯო ამას გაყიდი ძირა და ასეთი სამოსის. ეს ოლიმპიადა დასრულდა. ლულულემონი არის კანადური ბრენდი და აი მართლაც აი თქვით, აი გვაცვია ეგრეთ წოდებული ელასტიკები და თქვი როგორი ხარ. არ გამოიყურებთ და ასკარად არა, გამოყურებაზე არ არის მარტო, აი აღიარეთ. როდესაც მაცვია ლულულემონის ელასტიკი, ნაომი კემბელის სხეული მგონია რომ აქვს. იმიტომ რომ კრავს, ნუ ნაომის არა რაღაცნაირად ჩემ მინუსად იყირავარ შენი გაგრძელება კრავს ეს ერთი და აი რომ შემოვოდი ვთქვი და კიდევ ერთხელ დავამატებ, ყველაფერი იწონის ძალიან ცოტას. აი არ ხარ შებოჭილი, არ გიჭერს, ანუ აი თითქოს არ გაცვია. ისეთი სუბუქია ყველაფერი, ხო? ეს კანადური ბრენდია, ხო? აი ეს მივდივარ კანადაში. და თქვენთან შემოერთება სპორტულებში, მაგრამ ჩემი ფეხიდან გამომდინარე, რადგან რეაბილიტაციას გავდივარ და ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს კიდევ უფრო თურმე და ცხადია მეც ყველაფერს ვითვალისწინებ და ვაკეთებ. კანადაში იყავი? არა, მე არ ვარ. არ ყოფილხარ, მე ვიყავი. კარგია. ვაიმე სასწაულია. ოლიმპიადას ჩემი მეგობარი ცირა უნდა მოვიკითხო კანადაში. ხო, რანიჭი ერიკაცია, ამხელა ლამაზი ქალი მოვიყვანეთ, რომელმაც უნდა ილაპარაკოს თალიმლუ და მაინც ვლაპარაკობთ ჯაჯოზე. ბოლო 20 წუთი ჯაჯოზე? არა, ჯაჯო იყო რომ ზუსტად ნიუ-იორკში რომ ვიყავით და რომ შევედით. აი ისევ ჯაჯო. გამოგვაგდეს რო არ მოგცეს უფლება გადაღების, ეს ზუსტად ის მაღაზია. ეს არის ლელა ლიმონი. ლელა ლიმონი თუ იძახა? აღარ ჩემზე აღარ ამოიღო თმა. კაი, ქეთი.
ტყუილა არ ჩავიცვით, ხო, ცხადია. ხო, რა თქმა უნდა გავარჯიშოთ. უნდა გვასწავლოს ზუსტად აი ეს ვარჯიშები, რომელიც მართლა აი ელემენტალური, აი ზუსტად ის რო ვთქვი, რომ მე ხანდახან რომ ვერ ვასწრებ, აი რაღაც საქმე მაქვს და იმ დღეს სავარჯიშოდ წასვლად ვერ ვასწრებ სპეციალურად. აი ეს რაღაცა რო გითხრა, ეს 10 წუთიანი, აი ესეთი ვარჯიშები, რომელიც ყველას და მიუხედავად ამისა, რომ ზოგს არ შეიძლება ვარჯიში ხო არის რაღაც, აი ესეთი ელემენტალური ვარჯიშები, რომ სხეული მოვიდეს ტონუსში და იყო კარგად. კი, როდესაც სისხლის მიმოქცევა ჩქარდება, ლიმფა იწყებს მოძრაობას, დალი როგორც თქვენ აღნიშნეთ, სახე იქნება ეს ხელები, ქვედა კიდურები თუ უბრალოდ, ხო? აი ამ შემთხვევაში ადამიანი ყოველთვის უფრო კარგ განწყობაზე, უფრო ენერგიულად გრძნობს თავს, უფრო მხრებში გამართულია, ფილტვები იხსნება, უფრო მეტ ჟანგბადს იღებს, მოკლედ ყველაფრისთვის კარგია და აუცილებლად აი სწორედ ისეთ ვარჯიშებს გაჩვენებთ. ახლა ოღონდ აქვე დავამატებ თუ შეიძლება, ხშირად ადამიანები, ვინც არ არიან სპორტში ჩახედულები და უბრალოდ აი ამ ცხოვრებასთან არ ჩახედული ხარ, მე გულისხმობ, რომ ვისაც შეხება არ გქონია, კი ბატონო, და აი რაღაცა ან ტრავმა აქვთ, ან რეაბილიტაციას გადიან, მაინც სახლში ნუ ივარჯიშებენ YouTube-დან აღებული ვარჯიშები, აუცილებლად, აი ყოველ მიზეს გარეშე მხოლოდ რეაბილიტოლოგთან ან ექიმთან შეთანხმებით, იმიტომ რომ აი ძალიან ნებისმიერმა თითებზე აწევამაც კი შეიძლება რაღაცა იქ მყესი ოდნავ დაზიანებული ან ცოტა არა და ქეთი ეს ტრენდი არის რომ ყველა რაღაცას ვაკეთებთ TikTok-იდან და Instagram-დან აი ეგეც ძალიან აი მე მინდა ვთხოვო ბავშვებს, მინდა ვთხოვო მშობლებსაც, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ. ეხლა ერთი ბოლო TikTok-ი იყო, ალბათ ყველა მიცით, დაიბლოკა, მადლობა ღმერთს, ჩვენმა ტანმორჩემ მოიტეხა ხელი. ეხლა გადის რეაბილიტაცია. ჩავედით შეჯიბზე, ერთი ტანმორჩე მოხსნილი იყო, რატო და ხელში რკინა. აი რაღაცნაირად უნდა ამოატრია. კიდევ კარგი, ეხლა მე რომ ვუთხარი მაჩვენეთ ეს TikTok-ი რა არის მეთქი და საუნდყოფოში ეს ბავშვი სკოლიდან რომ მიიყვანა სასწრაფო, ეგრევე თქვენს TikTok-ი ხო, უკვე მესამე ბავშვია და მადლობა ღმერთს რომ დაბლოკა ეს TikTok-ში და თქვენი ჯანმრთელობისთვის, ნუ ეს TikTok-ი. ქუჩაში აკეთებდნენ ამ მოძრაობას ხო და აი ვარჯიშთან ერთად ბავშვების გქოვთ ამას ნუ გააკეთებთ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დააზიანოს ხო ჯანმრთელობა. არა, აი ზუსტად მაგას ვიძახი, რომ როგორი აუცილებელია ზუსტად იცოდე რას და როგორ ვარჯიშობ. არ დავიწყო. დავიწყო სანტა კლაუსი. აი თან კიდე მინდა ის არა ქვია, სიახლე თქვა. რაღაც უნდა მე. ის არა. ჩავაბარე გამოცდა, დიახ. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვიყავი. კი ბატონო, ეს ყოველი ოლიმპიური ციკლის შემდეგ წესები რომ იცვლება 4 წელიწადში ერთხელ მსაჯებს ეცლებათ გამოცდა, გახდნენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. მეოთხე კატეგორია მქონდა, ანუ მეოთხედან იწყებ, 4 წელიწადში ერთხელ შეგიძლია აიმაღლა და ეხლა ჩამოვედით გამოცდებიდან და თქვენ ახსენეთ მეოთხე მქონდა და ეხლა კარგად ჩავაბარე ძალიან, არც ვიცოდი ასე თუ შეიძლება და მესამეს გადამახტუნეს და უკვე მეორე. ექსტერნად მეორე და წელიწადში ოლიმპიური წელიწადში ერთხელ გაშალეთ ლეიბი. გავწვეთი ყოჩა. მე ისე გულშემატკივრებ, სადაც შეიძლება ლეიბის არ დაგჭირდეს, იმიტომ რომ არის ხოლმე ხშირად სივრცე რომ ლეიბის გაშლის საშუალება არ არის, ან ლეიბი არ გვაქვს. მე ლეიბი ჯაჯო დავაწვი. მასწავლე. კი ბატონო. შეიძლება ჩამოდი. მე აქედან კი ბატონო, აი რა კარგია რომ კიბეც გვაქვს. კიბეც შეგვიძლია რომ გავიყენოთ. სადა მწვენია ეს მოტკეცილი ტანის სამოსით რო დგევარ, მაგრამ რას ვიზამ? უნდა გწვენოდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტანი გაქვს. აი, დავიწყოთ ყველაზე მარტივით ფეხზე დგომით, ფეხები მხრების სიგანეზე გავშალოთ, კარგად ვიგრძნოთ, აი როგორ გავართ. აქედან კარგად ჩანმარ. ტერფებზე. დალის ბოთლი უჭირავს, წყალი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კი ყველამ ვიცით, მაგრამ მე მინდა გითხრათ, მათ ვისაც მაგალითად სიმძიმეებით ვარჯიში, ნახეთ, მაგრამ არ გაქვს. აი წყლის ბოთლები შეგიძლიათ ავსოთ და ძალიან კომფორტულად გამოიყენოთ 9 ლიტრიანი ბოთლი, სალსებით საკმარისია სიმძიმესთვის. ეს ჩემი ფეხისთვის არ შეიძლება? იცი რა, მე გაჩვენებ, კი, შეიძლება, მაგრამ ახლა არ ვიცი რა ფეხსაცმელი აქვს. ვიცოდეთ რომ აუცილებლად უნდა იყოს სუპინატორი, კი ბატონო. კი. და ნუ აუცილებლად ჯერ გავშალოთ მხრები, როგორც თქვენ არის. ხო, რომ გავხსნათ დიაფრაგმა, რომ უფრო მარტივად მივიღოთ ჟანგბადი, შევისუნთქოთ ცხვირი. პირი სულ ოდნავ ღია იყოს, უნდა, იმიტომ რომ შეიძლება აღარ გეყოთ, როდესაც გული აჩქარდება. მარტო ორი ნესტოდან შესუნთქვა მოსუნთქვა, ამიტომ პირი ოდნავ ღია. ვერ ვისვენებ და გულს მაინც გავშრები. აბა რა. მოდი მხრები დავატრიალოთ.
სასიამოვნო უნდა იყოს, გახსოვდეთ აუცილებლად მოძრაობა. ჯაჯო. უი, მე გავწერ. აი მე რა კარგია. ჯაჯოს ასაკმაუწია ძილის რო. ეხლა ტერფებით იგივენაირად და განსაკუთრებით ქალები, ვინც დავდივართ ამ ქუსლიანი ფეხსაცმლით. უი, არასდროს არ საღამოს. აი ალბათ ყველა გზნობს რაღაცა დაღლილობის შეგრძნებას შეშუპება და მე და ჯაჯო არ დავდივართ ქუსლიანი ფეხსაცმელები. ფრანცუსკები ძინავს. ძალის და ბებიაჯოს ხო ჩუსტის ქუსლიანი ქონდა. აუცილებლად 5-ვეთით თანაბრად დავაწვეთ, არა მარტო ნეკას, რომ რამე არ ვიხრდოთ. აჰა. შეგვიძლია ესე ფეხი გავიტანოთ უკან, დავდოთ 5-ვე ბალიში, დოინჯი, რომ უფრო მარტივად შევინარჩუნოთ წონასწორობა ჯაჯა. შემძლებია რა. დავაწვეთ ქუსლს უკან. დავდგა. მაშინ მთელი უკან უი მე როგორ გაიწელება. გაიჯგიმა. მეორე ფეხიც იგივენაირად. გავიმეორე. გაჩერდით. ძალიან კარგია სიარულის მერეც რომ დაასვენოთ. ეს აი უკანა სიარულის მე იმიტომ ფეხით მიყვარ ძალიან მე. სიარული. ეხლა ჯაჯოც უგინოთ წამოწექით და გაჩვენებთ ხო? და ჩვენ ზედა ხორა ჯაჯოზე. კი ბატონო. ჯაჯო დაწოვე და ვახტებით ყველა. ბიჭებო თქვენ ერთი წამი. დაწექი. ვაიდედა. კაი, ცოდუა გაგზე. გამოდი. დედა რა კარგი ვარჯიში ყოფილი. ეხლა რა ზურგზე? დედა რა. და ნუ თუ ფეხებს ვერ ვაჩერებ ხაიში, შეგვიძლია რომ კედელზე დავდოთ, ანუ შემაღლებულზე, რომ აი დაღლილი შეგრძნება, დაღლობის შეგრძნება დატვირთული დღის ბოლოს მოუხსნათ დაძაბულობა და ჯაჯო თუ შეძლებთ ახლა ფეხები აწიეთ 90 გრადუსი, ანუ კუთხე გავაკეთოთ. კუთხე შემოსილო. და ეხლა დავატრიალოთ ტერფები. აი ლიმფოდრენაჟისთვის ძალიან კარგი. წვირებში თუ არის შეშუპება, ან ფრენის შემდეგ, ან აი ქუსლიანი ფეხსაცმელი ფრენის შემდეგ მიშუპდება და აი ეს მოძრაობა ან კედელზე ფეხები ან 90 გრადუსი და აი ასე ვატრიალებთ ტერფებს ნელ-ნელა 5 ჯერ გარეთ 5 ჯერ შიგნით პრესი რომ ძალიან არ დაიღალოს ასე ფეხი დავღალეთ შეისვენეთ დედა რა კარგი ყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გვახსოვდეს რომ თუ ვდგებით ყოველთვის გვერდულად ჯერ გვერდზე უნდა გადმოტრიალდეთ გადამტრიალდა. ხალხში განსაკუთრებით. რომ თაბრუსხვევა არ გამოიწიოს და ახლა ნელ-ნელა წამოდექით წამოდექი ახლა ვერ დგება ვერა. მე დგება. თაბრუსხვევა არ დააწვეს მეც მასწავლეს აი ყიდახს უნდა დააწვე და მე რომ ასე არასდროს ხო არ წამოხდეთ ასე არ უნდა ხო კარგად ვითამაშე რომ ვითომ ვერ. აბა მიდი ჩქარა დაწაკი დააბექი. აბა მიდი ჩქარა ქენი. არა. აი კიდე გავაკეთოთ მოდით მაგალითად რა შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ წელი დავატრიალოთ ფეხები მხრების სიგანეს გავაკეთოთ დიდი წრე ერთ მხარეს კარგად გამოგვდის ყველას. მეორე მხარეს კაცად ყუცი შეიძლება იყოს არ შეგეშინდე ჩემი შეიძლება რკინის ხმა იყოს ყინების და ესეთი მოძრაობა გავაკეთოთ ძალიან მსუბუქად გავახუროთ მენჯი? კი ბატონო ესე შიგნით ასაკობრივათვისაც გვიჭირს მენჯი გარეთ ხო და მაგას სიარული ეგრევე აი მაგალითად ავედით კუსპაზე ხო და 1-20 წუთი სტატიკა არის სხედვართ ხო საჭესთან აი ეგრევე არ შეიძლება დააწვე და იარო მაგალითად ნუ 2-3 წრეჯერ აი ოდნავ ესეთი მოძრაობებით უნდა გავახუროთ ისე დილასაც კიდე ხშირად იკეთება გაყინული ცომი ხო უნდა გაალღო და არ ბილო რომ მოზილა ფენძოებით და ყველაფერი იგივენაირად სანამ დავიწყებთ ფიზიკურ დატვირთვას გავაკეთე აი ეს აი აქამ ვკიდა ხო და აი ახლა შეგვიძლია ეს მოძრაობა გავაკეთოთ ნელა კუსმი ხალხით აღუნდეს წინ უნდა იყოს საყრდენი ფეხი არის ხო წინა იწელება ის ნაწილი რაც დაგეჭიმა უკან არ გეჭიმება ძალიან არა მე ძვის დაწვა და კიდე შეგვიძლია გავახუროთ აი როგორც ვთქვით მენჯბარძაყი ასევე აუცილებლად 4 თავაკუნთი ნელ-ნელა მოვხაჩეთ ქუსლის საჯდომთან მაგათ თუ გვიჭირ შეგვიძლია რამეს დავეყრდნოთ და წონასწორობა რომ შევინარჩუნოთ მეძებდა მოვიდე ეს 4 თავაკუნთით როგორც ვარჯიშობდი ისევე ვარჯიშის შემდეგ დავიჭირე აი ჩვენ რა კარგად უჭირავს ხალხონა შარვლი ჯაჯო შპაგაძე ჟდები შპაგაძე? კი როგორ არა? მიდი აბა აი ეხლა აი აი რო დამცინი ვეღარ გავაკეთე მიდი გააკეთე შენ ვაიმე ნანიკო ბრავო
ბრავო ნანიკო, ბრავო. ეს მინდოდა გამეკეთებინა და მაინტერესებდა კიდე შემილია თუ არა. და კიდევ გაჩვენებთ ძალიან კარგ ვარჯიშს, რომელიც არის აი მაგალითად ოფისში ან თქვენ ხო ეთერში ხედავთ დაიღალა ზურგი, მაინც სულ გამართულები ვართ მხრებში და აი ესეთი მოძრაობა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველა სათითაო მალას იგრძნობთ და აი დამეთანხმებით ძალიან კარგი სარელაქსაციო მოძრაობა. ვდგებით აი ასე, ვეყრდნობით რაღაცას, გამართულია ხელები, ფეხები მხრების სიგანეზე და ესე უბრალოდ უნდა ჩავაგდოთ წელი. ნუ ოღონდ რა თქმა უნდა ნელ-ნელა ჩავდივართ. და აი ამ მდგომარეობაში ვჩერდებით. ნანიკო გრძნობ, აი აქ აუ როგორ მესიამოვნე, აქაც გრძნობ ქეთი. კი, ყველაფერი იძლევა დროს და თავი ნელ-ნელა შეგიძლია მოადუნო და ჩაწიო ქვემოთ ნელ-ნელა. და აი ეს მოძრაობაც 20-30 წამი. აუ ხალხო, ეს ყველაზე კარგია რა ძალიან კარგია. თავის კატას ბაძავს ახლა. ხო, მე ჩქარდაც. კი, სხვათა შორის ბევრი ეძახის გაბრაზებული კატა, კმაყოფილი კატა, ამ მოძრაობას მარტივად რო აუხსნან. ეს არის გაბრაზებული კატა და ეს კმაყოფილი კატა. გაბრაზებული ესეც. იცი რა ქვემოთ თუ გინდა რომ სრულყოფაზე ბალანსი და ეხლა გიარას აკეთებს გაბრაზებულ კატას მიბაძო. აბა ჯაჯო ჯაჯოს ნეიტრალურ ხასიათზეა. ბებერი გაშაგდებულია. კეთი, რა მაინტერესებს, აი ვისაც ხერხემლის პრობლემა აქვს, აი თიაქრის ოპერაცია აქვს გაკეთებული, მაგალითად. ვისაც არ აქვს კუდუსუნის მალები, მაგეროვან. მართლა? კი, ბორძე სრიალისას წავიქეცი და კუდუსუნის ბოლო 3 მალა არ მაქვს მე. საერთოდ რა მითხარ? კუდი მოაჭრეს. ხო, კუდი და არაფერს არ გიშლის, ხო? იცით რა, არ მიშლის მოვერგე მეც ჩემი ცხოვრების ანუ მოვერგე ჯდომას, ვისწავლე სხვანაირად ადგომა. მაგრამ კი მაწუხებს და აი ოპერაციის შემდეგ 4-5 წელი მქონდა ტკივილები და კიდე ერთხელ გავიღე MRI. ხო, იმიტომ რომ მეგონა რომ ისევ იქ მქონდა შიგნით და თურმე ესეთი სინდრომიც არსებობს, აღარ გაქვს, მაგრამ გონია რომ ფანტომური ტკივილი. კი ბატონო, და აი მართლა მეგონა რომ ისევ რამე ხო არ დარჩა თქო შიგნით და არაფერი არ იყო, სურათის ხოჩერის რომ ნახე, მე ცოტა დავწმარდი. კი, ცურვა მეხმარება ძალიან, გარკვეული მოძრაობები სულ უნდა ვაკეთო, ეს რაც გაჩვენეთ. ჯდომა და ადგომა ყოველთვის გვერდულად ვჭდები და ვდგები, ანუ ეს სწორედ კუდუსუნზე ვერცე. სისხლის მიმოქცევის გამო თუ ძვალი და სახსარი. მე მითხრეს რომ აი სარიელი ადგილი რო შეივსოს ხორცით, ეს იწვევსო ტკივილს და აი ისეთ ვარჯიშებს გაჩვენებთ ახლა, რაც ყველასთვის აუცილებელია. აი, თიაქარი აქვს და აი ესეთი გაწევა შეიძლება თიაქრის სიმისთვის. მაინც ექიმთან რა თქმა უნდა რეკომენდაცია უნდა გაიარონ. იმასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სად არის ეს თიაქარი, რა ზომის არის, რა შეიძლება გადაკეტოს, რა შეუშალოს ხელი, ამიტომ მაინც თქვენ თვითონ ნუ აი კი ბატონო და აი თქვენ ახსენეთ ახლა წყალი გეჭირათ ხო წყალი ძალიან მნიშვნელოვანია მე მაგალითად 9 კილოზე მეტ სიმძიმეებს არ ვიღებ მაგრამ თუ მინდა ცოტა მეტი დატვირთვა აი ეს სიმძიმეები უკვე საკმარისია ისიც უნდა გვახსოვდეს რომ აუცილებელია ჯანმრთელობისთვის ძლიერი ზურგი ანუ კუნთებს უჭირავს მალები კუნთოვანი სისტემა თუ არ არის მყარი და ძლიერი იქიდან იწყება ნელ-ნელა ჩამოშლა ორგანიზმის იწყება მოხრა, სკოლიოზი, აი ყველაფერი მოდის იქიდან. ამიტომ და მე კლივა, სახსარი, გულსის დაფასის მოდიში რამდენად სამოძრავებელი სისტემა იშლება ნელ-ნელა. კეთი რამდენად მნიშვნელოვანია კორსეტები, რო ხანდახან გამოვიყენოთ ხოლმე, აი რო აი ეჩვევი, იმ კორსეტს ეჩვევი რო უკავი ხარ და რო იხსნი. აი კუნთი უფრო ეშვება. აფრიკაში თუ გახსოვთ როგორ ჯიდნენ ქალებს. მოხსნილი ბრასლეტებით და იმ ბრასლეტს ეჭირა კისერი და მოხსნიდნენ იმ ბრასლეტს და კისრის ვერ ეჭირათ ხო ანუ ჯობია რომ ვარჯიში დავიმაგროთ ვიდრებრივად ყველაფერი ხო და შეგვიძლია გავაკეთოთ ვარჯიში ძალიან მარტივი სამი მოძრაობა სულ ვაკეთებ რო არ ვიცი რა გავაკეთო მაგას ვაკეთებ მიჭირავს ბოთლები და ვაკეთებ ესეთ მოძრაობას პეპელას ვეძახით ავწიე ხელები ჩამოვწია უკან შიშველ ზურგზე ტოპიკ შეიძლება ძალიან კარგად ჩანს ყველა კუნთი როგორ ნელ-ნელა მუშაობს ბეჭები გვაქვს გახსნილი შეერთებულია თითქოს ბეჭებით იქ პასტაკარი გვიჭირავს აი ეს ერთი მოძრაობა მეორე მოძრაობა აი ასეთი ჩავდივართ წინ ან აქ გვიჭირავს ხელები აი თითქოს წევართ გავჭიმე ბოლომდე ხელები ყურებთან მოვხარე გავჭიმე ბოლომდე ყურებთან კი ბატონო ასე ვართ კი გავჭიმე ბოლომდე სულვას ვისწავლე ჯაჯო დაიკუზე ცოტა ძალიან ფეხზე დგა კი ბატონო და იდაყვები უნდა იყოს აწეული აი მაშინ ყველაფერი კარგად არტის ფრთები ეს ერთი კიდე მოძრაობა მეორე გვიჭირავს ბოთლი ბეჭები გვაქვს შეკრული და აი აქ ძალიან კარგად მუშაობს ბიცეპსი ქალების მტკივნეულის ძალიან დიდი პრობლემაა ქალების
აურა კარგია შენ გააკეთე პრობლემა მე მაქვს ყველას აუცილებლად საბრუს ხვევას იწვევს ხოლმე, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა ანუ ვერ ვარეგულირებს. ნახე რა კარგი, ეს ძალიან კარგი ვარჯიში. იდა უნდა იყოს ამიტომ. კი, თავთან კი ბატონო, და იცი კაც აი აქ უნდა შევეხო მეორე მხრის იმას უნდა შევეხო. კეთი, თან იცი რას ვფიქრობ? აი, სახლში ვინც არის დიდხანს საალაგებს, საჭმელს აკეთებს, შესაძლებელია ეს ყველაფერი გააკეთო იმ რუტინაში, არა, იგივე მტვერსას როცა მიჭირავს. აი, ესე კი არ დავდივარ, მარტო გამართული. აი, ესე დავდივარ, ესე დამეღალოს, საჯდომის კუნთები. მე სახლში შალახოს ვცეკვა ხოლმე. დაბადა. ვარჯიშობ. ცეკვა ვარჯიშია. კიდე ერთი რაღაც მასწავლეს. თუ გინდა რომ დუნდულები კონდეს უფორმაშიო, უნდა ეცადო რომ მთელი დღე კონდეს მოჭიმულიო. მართალია? მოჭიმული ანუ კუნთი კონუსში უნდა კონდესო. თუ ჩართულია კუნთი, ის რა თქმა უნდა მუშაობს, მაგრამ ხო მე ვერ წარმოვიდგენია ჯდომისას როგორ უნდა იყოს ჩართული, თუმცა შესაძლებელია. შესაძლებელია და ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ სწორად ხო ადგომა დაჯდომა. სკვათების ძალიან მიყვარს, ყველგან ვაკეთებ. სარეცხის წესი ვარჯიში, მოდით. რომ აჰა, ესეთი. ნიბლია. საჯდომით უკან. უფლები არ უნდა გარბოდეს. ჩემთვის დახრა არ შეიძლება, უნდა ჩაჯდე და ისე აი. მოდი დალი, მოდი. მოკლედ ეს არა თქვია. შენთან ერთად მინდა ცოტა არა ხმარ. დავათვალიერებინო კიდე მაყურებელს. აი ეს სილამაზები ნახე და იგივე გვაჩვენე. როგორი ესეთი მაისურებია და ეს შენ თვითონაც ახსენი როგორი ნახეთ ამითი ყველა ვოფრიანდებით ვინც ვარჯიშობთ ხო გამოიყოფა და აი ეს არ არის არ სველდება და სულ თავს ორგანიზმი ეს არის ლულულემონის აი ეს მთავარი ესეთი ნოუ-ჰაუ რაც აქვს და სხვას არ აქვს მაგალითად და ეს არის ასეთივე ხარისხის ესე იგი ეგრეთ წოდებული ელასტიკების იმდენი ნაირსახეობა დიდი არჩევანია ძალიან ეს თბილიც რა კაია ნახე როგორი ხუდია შაი შემოიწვი ნახე როგორ აჩვენე როგორი ხარისხია როგორი კოტონი და თან კიდე აი რაც ეცვა აი ახლა კეთის აქვს დათბილული მაგრამ თითქოს სუბუქია, მაგრამ შეგიძლიათ აი ესეთ ციცივეში გახვიდეთ, ირბინოთ და არ შეგცირდეთ და პირიქით. არ ლემონი ცირკულაცია ხდება, შენი გამოყოფილი ოფლის, სუნთქვა ხდება კანის და არის ძალიან ჯანსაღი ასეთ სამოში ვარჯიში და ნავნე გვაძლევს ამის საშუალებას ესეთ ბიუჯეტურ ფაში მე და კეთი ვიძახით ძალიან ბიუჯეტურია თბილისში ნამდვილად რომ საზღვარგარეთ მე მაღაზიაში რო შევედი ბოდიში გაწყვეტინებთ ანუ ფასები საკმაოდ ისეთია ნუ ელასტიკი რაც ყველაზე ხელმისაწვდომია თითქოს $100-ზე ნაკლებად ვერ აი ზუსტად ეგ თქვი $100-ზე ნაკლები არის და აქ ღირს 80-ზე ვარი მაგას ვამბობ და მე მომწონს ძალიან კიდე აი ეს დეტალი ლულულემონის გაგრძელება რო დარბიხარ და აი ცივი ჰაერი რო შეგდის არ მიყვარს და აი ლულულემონს აქვს ეს კომფორტი ყოველთვის ყოველთვის კომფორტი სახელოს ყოველთვის აქვს ესეთი და კიდე ნახეთ რა მინდა გითხრათ მამაკაცისაც არის სპორტული სამოსი ნახე არის ესეთი სპორტული პიჯაკები. აი თუ გინდათ რომ ელეგანტურად იყოს, თან კიდე ივარჯიშოთ, წახვიდეთ სავარჯიშოთ და გინდათ რომ მაინც არ იყოთ ახლა ძალიან სპორტულად გამოწყობილი, ამის საშუალებასაც გვაძლევს მამაკაცებო. არის სასწაული შავლები, შენც გაცვია ესეთი მწვანე, ჯაჯა. როგორი ხარისხია თქვი და ესეთი სპორტული პიჯაკი. და ნუ აი სპორტული აი ესეთი შავლები მამაკაცებო. აი ესეთი აი ძალიან მოკეცილი რაც ვარჯიშის დროს ძალიან კომფორტული არ გებიჯება და ნახეთ აი ეგრეთ წოდებული ელასტიკების ნაირ-ნაირი ფერები უკვე განახლებულია პლუზომები აი ყველაფერია ასე რომ ბიუჯეტურ ფასად შედით იშოპინგეთ ნავლეში ხავით ჯამრთელები ნახე როგორი წელში გამოყვანილი ტრენდული ფერებიც არის ყველაფერია მოკეთ და იყავით ჯამრთელები ასავარია კეთისნაირი ესეთი თან რო გეყოლება მწვრთნელი როგორი ბედნიერება და ვიცი რომ ძალიან კარგი ბავშვებს ვავარჯიშებ და ნუ აი არ ვიცი კეთი ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი
ლულულემონთან და ნავლესთან ერთად, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე. კარგად. ეხება ჩვენს გადაცემას, ჩვენი გადაცემაც დასრულდა, ძალიან საინტერესო გამოდგა დღევანდელი გადაცემა. დავიწყეთ სახის კუნთების მოვლით, ვარჯიშით, ლიმფოდრენაჟით, მე ჩამოვედით. ანიც გავივარჯიშეთ, მე ლულულემონებში ჩავიცვით და ჩემი საყვარელი სტუმარი ქეთი ხატიაშვილი, რომელიც მართლა ძალიან დიდ პატივს ემამ გოგოს, სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა შეობდეს, იმიტომ რომ ჯერ არიან ადამიანები და მე გვაქვს რეგალიები და სტატუსები და ქეთი ჩემთვის პირველ რიგში არის ადამიანი. არ ვიცი, მიზანდასახული ასე. უამრავ ბავშვს როგორ ზრდის და როგორი კარგი რჩევები მოხდა, იმედია მაყურებლებო დაიმახსოვრებთ, აი ეს 15 წუთიანი ვარჯიში, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის.